თავდასხმა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილზე. მედია აბაშიძის ვაჟს დღეს ფიზიკურად სოფელ ქიწნიში გაუსწორდნენ. პატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის გორის ოფისში მომხდარს პოლიტიკური ანგარიშწორება უწოდა და ჟურნალისტებს ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა გადასცეს. მედია აბაშიძის განცხადებით, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის თეიმურაზ ხუბულურის დავალებით მის შვილს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ზონდერ ბრიგადის ხელმძღვანელმა ვინმე ბიბილაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ის და პარტიის სხვა ლიდერები ქიწნიში ამომრჩეველს ხვდებოდნენ. იმავე სოფელში ამომრჩეველთან შეხვედრას ქართული ოცნება მაჟორიტარობის კანდიდატი თეიმურაზ ხუბულურიც მართავდა. მედია აბაშიძე ამბობს, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე გადაუგზავნა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ქართულ ოცნებაში კი აბაშიძის საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. დღეს ქონდა შეხვედრა ჩვენს მოსახლეობთან და ამომრჩეველთან. ჩვენი შეხვედრები გამოირჩევა ჩვენი სიმშვიდით, ჩვენი კულტურით, ჩვენი მოსახლეობისადმი თბილი დამოკიდებულებით. რა შეხვედრა ჩავატარეთ, არსებობს ყველაფრის ფოტო მასალა. ჩვენ მივედით ქიწნიში, აღმოჩნდა რომ მათაც ჰქონდათ შეხვედრა ამ სოფელში. ჩვენ ვიდექით სრულიად სხვა მიმართულებით, იქ ჩვენი მოსახლეობა გველოდებოდა, არც თუ ისე მასშტაბური როგორიც მათი იყო, მიუხედავად ამისა ისინი იდგნენ მოპირდაპირე მხარეს ხიდთან და ატყდა უცებ მოვიხედეთ იმ ფაქტზე, რომ უკნიდან ვიღაცა მივარდა ჩემს შვილს ზემოთა მხრიდან ბეჭებიდან დაურტყეს ცემა, ვიღაცა კი არა გამახსენეთ ძალიან გთხოვთ გვარი ყოფილი ნაციონალი ზონდერ ბრიგადის ხელმძღვანელი ვინმე რაგვარ ბიბილაშვილი. არსებობს კადრები, არაფერს არ ვიგონებთ, არსებობს მასალა. ის და მისი ძმა პირადად დაესიენ ამბიჯს და ამაზე მივარდით ჩვენ და დავიწყეთ მერე გარჩევა თუ რა ხდებოდა. გვაიძულებდნენ რომ დატოვეთ სოფელი, ჩვენ როცა ჩავატარებთ, აი მერე თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ. არსებობს მასალა, არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც გადაცემულია უკვე საერთაშორისო ორგანოებზე, რომელიც გადაცემულია დამკვირვებლებთან და თქვენთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად მე მოუწოდებ ის მოვიდეს და დამიჯდეს პირდაპირ ეთერში. თეიმურაზ ხუბულური პოლიტიკური გვამი გორის რაიონში.